როგორ მოვაპირკეთოთ კედლები კნაოფის აკუსტიკური ფილებით. რა ტიპის გრუნტით ვამუშავებთ ზედაპირს სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე. იხილეთ დეტალები ჩვენს ფილმში. ფილებით მოპირკეთების პროცესამდე ყველა სველი ტიპის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. წინასწარ ვატარებთ აზომით სამუშაოებს და საჭირო მასალის რაოდენობის დაანგარიშებას. კნაოფის აკუსტიკური ფილების დასამონტაჟებლად დაგვჭირდება შემდეგი მასალა. კნაოფის მიმმართველი პროფილები, მამკვრევებელი ლენტი კნაოფ დიხტუნსბანდი, გამყოფი ლენტი კნაოფ ტრემფიქსი, გამჭედი დუბელი K635-ზე, თუნუქის შურუპი LN9 და მინერალური ბამბის ფილები კნაოფ Insulation Mineral Wool. სამუშაოებისთვის საჭირო ხელსაწყოებია: ლაზერული თარაზო, ლითონის საჭრელი მაკრატელი, თარაზო, ბურღი, გამკვეთი და ელექტროსახრახნისი. ვადგენთ ფილების განლაგების გეგმას. იატაკზე და ჭერზე მიმმართველი პროფილების დასამონტაჟებლად ვაკეთებთ საპროექტო ნიშნულების დატანას. მიმმართველ პროფილებს ვაწებებთ მამკვრევებელ ლენტს და პლასმასის დუბელებით ვამონტაჟებთ ჭერზე და იატაკზე. კედლის მომიჯნავე მდგარის პროფილებს ვაწებებთ მამკვრევებელ ლენტს. კარკასის მეტი სიმყარისთვის ვიყენებთ დაწყვილებულ პროფილებს. ვანაწილებთ მას მიმმართველ პროფილებს შორის. ვათანაბრეთ თარაზოთი და კიდეებში ვაფიქსირებთ განკვეთით. პროფილების განაწილების ბიჯი დამოკიდებულია ფილების ზომებზე და პერფორაციის ტიპზე. ჩვეულებრივ პირობებში ვერტიკალური პროფილების სიგრძე შენობის სიმაღლეზე 10 მმ-ით ნაკლები უნდა იყოს, ხოლო სეისმურ პირობებში 20 მმ-ით ნაკლები. თბო და ხმის იზოლაციის ეფექტის ასამაღლებლად შიდა სივრცეს ვავსებთ მინერალური ბამბით აკუსტიკ კნაოფი. მოსაპირკეთებელი ფილების ჭერთან და კედლებთან მომიჯნავე ადგილებში ვაწებებთ გამყოფ ლენტს. კარკასი მზადაა. კნაოფის აკუსტიკური ფილებით შემოსვლისას დაგვჭირდება შემდეგი მასალა. თაბაშირმუყაოს ფილა კვადრატული პერფორაციით, სტანდარტული თაბაშირმუყაოს ფილა, უნივერსალური შურუპები, ფითხი კნაოფ უნიფლოტი, მარმირებელი ლენტი კნაოფ კურტი, ფითხის მზანარევი კნაოფ როდბანდ პასტა პროფი, კნაოფ ტიფენგრუნდი. სამუშაოებისთვის დაგვჭირდება შემდეგი ხელსაწყოები: თაბაშირმუყაოს ფილების საჭრელი დანა, საჭრისი, საჩორტე შალაშინი, ფითხის მოსაცილებელი შპატელი, შპატელი ტრაფარეტი, შპატელი სახრახნისით, მოსაპირკეთებელი ხელსაწყო, ფუნჯი დასაგრუნდად, სამონტაჟო მოწყობილობები და პლასმასის ტუბი პისტოლეტით. მოპირკეთებისას ქვედა ნაწილში ვიყენებთ კნაოფის თაბაშირმუყაოს ფილებს. ფილებზე დარტყმის მაღალი ალბათობის გამო სწორი წახნაგების შესაქმნელად ვჭრით განივ ნაწილებს. ფილას ჰორიზონტალურად ვაფიქსირებთ შურუპებით 750 მმ-იანი ბიჯით. კნაოფის თაბაშირმუყაოს ფილებისგან ვჭრით 100 მმ-იანი სიგანის ნაჭრებს და ვამაგრებთ ქვედა პროფილებს ქვედა მთლიან ფილაზე მიბჯენით. ფილის მეორე ფენას ვამონტაჟებთ ქვედა ფილაზე ისე, რომ სიმაღლეში სულ მცირე 100 მმ-ით დაბალი გამოვიდეს. მეორე ფენის ვერტიკალური შეერთების ხაზებს ქვედასთან მიმართებაში ვაცილებთ მდგარის პროფილების ბიჯით. კნაოფ აკუსტიკა ფილების გვერდებს შალაშინით ვუკეთებთ მცირე ტორსულ დახრებს და ამის შემდეგ კედლიდან მიყოლებით ვამაგრებთ ჰორიზონტალურად. თაბაშირმუყაოს ნაჭრეებზე მას ვახრახნით შურუპებით, ბიჯით 170 მმ. ქვედა თაბაშირის მუყაოს და კნაოფ აკუსტიკას ფილებს შორის ვტოვებთ 5-7 მმ-იან ღრიჭოს შეფითხვისთვის. სამონტაჟო მოწყობილობების დახმარებით ვახდენთ ფილების ფიქსაციას, ისე რომ არ დაირღვეს ნაკერის ხაზი. ფილებზე ბზარების თავიდან ასაცილებლად შურუპებს ვახრახნით პერფორაციებს შორის, ზედმეტი დაჭერის გარეშე. ჭერთან მიმჯენ სივრცეში ვაკრავთ თაბაშირმუყაოს ფილებისგან გამოჭრილ ნაჭრეებს. ფილების შეერთების ადგილებს ფუნჯით ვაშორებთ მტვერს და ჭუჭხს. ზედაპირს ვამუშავებთ კნაოფ ტიფენგრუნდით. ნაკერებს ვავსებთ ფითხით კნაოფ უნიფლოტი. ვფითხავთ შურუფის თავაკებს. ჯერ კიდევ ბოლომდე გაუმშრალ ფითხის ზედმეტ მასას ვაცლით შესაბამისი შპატელით. ნაკერებში გამაგრებული ფითხის ზედაპირს ვამუშავებთ კნაოფ როდბანდ პასტა პროფით. საპრეალებლით ვამუშავებთ შურუპის შეფითხულ ადგილებსაც. კედლების მოპირკეთება ფილებით კნაოფ აკუსტიკად დასრულებულია. ფილების სრულ ზედაპირს ვამუშავებთ კნაოფ ტიფენგრუნდით.
გაშრობის შემდეგ ზედაპირი უკვე მზადაა სამღებრო სამუშაოებისთვის, რისთვისაც ვიყენებთ წყალდისპერსიულ საღებავებს. შეღებვა ხდება მოკლე ხაოიანი ლილვაკით. კნაოფი. ვაშენოთ ერთად.